ჩემ საერთოდ ნახე დრაგებს რო ეკარები და ეს მინდა რომ ყველამ კარგად იცოდეს რა რაღაცნაირად ამ თემაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი მომიწია ბოლო პერიოდი რა და აქაც უბრალოდ ორი წამით შევეხები არავის არ ქონეთ იმის განცდა რომ დრაგები რამენაირად დაგეხმარებათ რომ რამე კომპლექსი გადალახოთ ანუ ან არავის არ გეკონოთ რომ ოდესმე დრაგი გინდა short term-ში გინდა long term-ში რაიმე სახით საერთოდ წაგადგება ცხოვრებაში რა ეს არის უბრალოდ ერთჯერადი თავის მოტყუება აი როგორც რაღაცა გამაყუჩებელი დალიო და ამ დროს ინფექცია მიდის და შენ ანტიბიოტიკს კი არ სვავ და კი არ ცდილობ რომ გამოჯანსაღდე პირიქით რაც უფრო ფხიზელი ხარ რაც უფრო დისციპლინირებული ხარ რაც უფრო ვარჯიშობ შენში ისეთი პროცესები მიდის უფრო კრეატიული ხარ ის შიში სცენის იმისი რომ შეიძლება მინიმუმ გაგაკრიტიკოს იმის რომ შეიძლება არ მოგეწონოს იქ რაღაც თუნდაც პირად ცხოვრებაში თემები რაც უფრო ამას გაუკლავდებით ჯიმით ფეხბურთით სპორტით აი დედასპიცა ვარ თუ ოდნავ მაინც ჭკუას გასწავლიდეთ ღმერთმა ადამიანს მისცა მთავარი არჩევანის უფლება მე არავის უფლება არ მაქვს ცხოვრებაში რაღაცა გასწავლოთ ან ჭკუაზე მოგიხმოთ იმიტომ რომ მე თვითონ უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული ამ უამრავი შეცდომის შედეგია რომ ეხა ამას გეუნებით იმიტომ რომ მართლა შენი community ძალიან მიყვარს და ეს community იქნება თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს ვინ უბრალოდ გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ რომ ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს და ჩემი ეხაც რო ლაპარაკობთ ამ თემაზე ერთ-ერთი მიზეზი არის დრაგები. რატო? იმიტომ რომ ის გართმევს სილაღეს, გართმევს პულსი აღარ გიდევს ხელი, იკეტები. მე გონია რომ მიუღებელი ხარ. მე მაგის გამო იწყებ რა, იცი რომ იმების კეთებას რაც არ გევასება, იმიტომ რომ ზედაპირზე დარჩე. მე გონია რომ შენ ისედაც ისეთი ცუდი ტიპი ხარ და ისეთი რთულია რომ ვინმე გენდოს, რომ სადღმე თუ აგიყვანეს, უკვე შენ კი არ უნდა გაატრაკო იქ იმაზე რომ ესე კი არა ასე უნდა იყოს. ასე კი არა ისე უნდა იყოს. ზიხარ ჩუმად, იმიტომ რომ სხვა იმდენი რამე გაქვს დაშავებული, რომ შენ ვეღარ ატრაკებ, იმიტომ რომ მე იცი რომ წამოგაზახებენ სხვა რამეს. მე აი ამ ტოქსიკური იდიოტიზმში ერთვები, შენი თავის კონფიდენსი აღარ გაქვს და ვეღარ ხარ პრინციპული რაღაც საკითხებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენთვის. იმას რომ თავი გავანებოთ, რომ უზარმაზარ ფინანსებთან არის კავშირში და ცხოვრებას დაინგრევს. არა აქვს მნიშვნელობა რა და რაზეც არ უნდა იყოს რა, მოკლედ რა, რომ რასაც არ უნდა ეხებოდეს მეგობრებო, აი, მაგას გეგმით მთელი გულით. ვისაც გინდა გაზიარება ძალიან კაია. შეგიძლიათ დაწეროთ, აბა შენ რო იცქენი ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული მართლა. და ვიზეც ჩემმა შეცდომებმა ცუდად იმოქმედა, აქვე ბოდის გიხდით. ვიზეც არა, ხო კარგი. მაინც ოღონდ ნახეთ ძალიან მსხვერპლის როლში ვიღაცები. ნუ შეხვდათ უბრალოდ იფიქრეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ერთის ხრივ თან ვაძლიერებთ, მაგრამ თან ამავდროულად ვასუსტებთ. რავი, იმისკენ მივუბიძგოთ ერთმანეთს, რომ გავაძლიეროთ და არა დავასუსტებთ. ეგრო ბაზარი ჯიგარი ხარ. ეგრო არ ყოფილიყო შენ ცხოვრებაში ეგეთი მაგხელა ჩავარდნები, ვაფშე სხვაგან იქნებოდი საერთოდ. მე დარწმუნებული ვარ რა. იმიტომ რომ მე მახსოვს მე რო ვიწყებდი, აი როგორ გიყურებდი შენც, რომ აი ილო და აი როგორ ჩემს როგორი ის იყავ, ვიცი, ვარსკვლავი, ანუ აი ეს ჯოტია ცაავარო მიდის, ხო იცი იმაში რა, რომ აი ილო გაიჩითა და მე ვასებოდი მაგრა და ვიცინოდი და შენი მეებს მაგრა ვკაიფობდი და რაღაც და ვა ილო და ანუ მაგრა მინდოდა შენთან გადაკვეთა თუნდაც საქმის პონჩი რა. ანუ იმიტომ რომ მაგრად მევასებოდი და მაგრა აკეთებდი რაღაცებს და იმიტომ ტვინს გიტყნავ ხოლმე სულ რომ ბიჭო მიდი და რაღაცა ქენი, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს მართლა რა. ხო. კი, გასტრიმული მაქვს, კი, სლოტებსაც თამაშობდი, კი, ნარკომანი ვიყავი, კი, ძალიან ბევრი შეცდომები დამიშვია, მაგრამ ფეხზეც ვდგები და ვცდილობ ვიყო უკეთესი ადამიანი რა. ყოველ დღე უკეთესი მამა, უკეთესი ქმარი, უკეთესი ადამიანი. იქნებ რამე უკეთესი შევძლო და შევქმნა. იქნებ ჯერ კიდევ არის შანსი რომ ჩემოცდებებს გავყე. მიუხედავად ეგეთი ტოქსიკური გარემოს. უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და როცა ვლაპარაკობ, აი ამ შეცდომები დაშვებულ ადამიანის შედეგებს ვლაპარაკობ. ანუ მე არ გასწავლი ჭკუას რა. ეს მარტა ნუ დაიხვია ყველამ ხელზე რომ ის არის, ეს იარლიყი. მომისმინე წამი, იცი რამდენჯერ შემიცვლი აზრები? 6 თვის წინ რასაც ფიქრობდი, შეიძლება ეხლა არ ფიქრობდე მაგას და 4 წლის წინ რასაც ფიქრობდი, შეიძლება ეხლა არ ფიქრობდე მაგას. მაგრამ თავს არასდროს არ გავიმართლებ იმის გამო, რომ ვიყავი ის, ვინც ვარ, ხანახან შეიძლება ჩემ იმ დროსაც კი როცა შეცდომებს იმ დროსაც როცა შეშინებული ილო იყავი და ცდილობდი რომ აი ვიღაცას მოვაწონო თავი, იმიტომ რომ ნარკომანი რო ხარ და არ მიგიღონ იქნებ გაგიტყდა უკვე სახლი და სულ კომპრომისებზე მიდიხარ და ბანძდები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ყოველ წამს ვცდილობ ფეხზე წამოვდგე. ყოველ დღე თითო გამარჯვება მოვიპოვო. ჩემ თავზე პირველ რიგში. არა ის, რომ ვიღაცებს Facebook-ზე უწერო და ვესწერვო, არამედ ის, რომ ჯერ ჩემი თავის გამოსწორებით დავიწყო. ამას მართლა გულწრფელად ვცდილობ, დედასპიცა ვარ და არც ერთი პრობლემა ჯერ არ მაქვს გადალახული. ამას არ გეუბნებით წარმატებული ადამიანის პოზიცია. არა,
მე უბრალოდ გიზიარებთ რაღაცებს რა და ეგ რაღაცნაირად რატომ მინდა იცი ამას რატომ როგორც ემინემი მეთქი რატომ ხო იმიტომ რომ მე ვარ აი თახსირი ვარ ბოლო ოკეი ეხა მაქვს უფლება რომ თქვა ჩემი სიტყვა ისე რომ არ წამომაცა ხო ვიღაცებმა რაღაცეები მაქვს ამისი მორალური უფლება რომ გამოთქვა რომ თუ რამე არ მომწონს გინდა გლობალურად გინდა ლოკალურად ისე რომ ვიღაცამ თავზე არ დამაფაროს და ამიტომ შენ იქ რაღაცა ხო არ არის ხო ეგ სწორი ხო და რაღაცნაირად მე იმედი მაქვს რომ როდესღაც ჩამოყალიბდებით საზოგადოებად როცა ვიღაცას რომ რაღაცა ბრალს წაუყენებ ამაზე არგუმენტი გექნება და თუ ადამიანი კიდე ცდილობს რომ უკეთესი გახდეს ამას კი არ მოაჭრი ფრთებს და კი არ ჩააბრუნებ ნეხვში არამედ ეტყვი რომ მიდი ხო ეცადე გვერდში გიდგევართ და ნახოთ იქნება მართლა უკეთესი გახდი ანუ ყველა ჩვენი თემები გვაქვს ყველა ჩვენი განცდები გვაქვს ძმაო მთელი თაობაა რომელიც ხან რა პრობლემებით არის ხან რა პრობლემებით არის ჩვენ ხო გვინდა რომ ყველა უკეთესად ვიყოთ არა ხო და მოდი რა რაღაცნაირად ეს შაირობა ხუმრობად ეხა მე და შე რაც გვაქვს მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად თუ ორიენტაცია იქნება რომ უკეთესები ვიყოთ ყველანი ერთად ეს გამოვა დედასპიცა არ გაყო ძალიან რთულია დაიჯერო ძალიან რთულია და მეც ყოველთვის არ მჯერა ამ იდეის მაგრამ მე მაინც გონია რომ პათეტიკის გარეშე ოღონდ რა რომ რაღაცნაირად ხანახან დგება მომენტები, როდესაც უბრალოდ ერთობა არ არის ფუფუნება და არ არის პათოსი და არ არის კაი ტიპობა რა, უბრალოდ ხანახან ეს არის ერთადერთი გამოსავალი. და ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ და ამ ერთობას როგორ მივახციოთ, ამას ჭირდება ძალიან დიდი ერთმანეთის პატიება და ერთმანეთის სიყვარული, ოღონდ მართლა ჯიგრულ პონჩი სიყვარული და არა ეს რაღაცა სწორად გამოყენება ამ სიყვარულის რა. მოუფრთხილდეთ ამ სიტყვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა სიყვარული. და გთხოვთ რომ მოუფრთხილდეთ. მე სულ მაგას ვთვლობ რა, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ძალიან გავცვით ეს სიყვარული რა. აი სიტყვა სიყვარული, ეს იმისი არ იყოს შეშფოთებები ვიღაცების, რომ ვაფშე არავის შეშფოთებები არ გვაინტერესებს. ჯერ ერთმანეთთან რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ იმ ხელა სიძულვილი არ ქონდეს მოკლედ თვალებში რა. და მე მგონია რომ ყველაფერი შეიძლება ნელ-ნელა როგორც აი რაღაცნაირად 12 ახლა მე როგორც ამას დამოკიდებული ადამიანი გეუბნებით რომ პრობლემის პირველი ყველაზე დიდი საშუალება რომ ანუ ყველაზე დიდი ძალა და ერთადერთი ფორმულა რომ პრობლემა გადალახო არის რომ აღიარა რომ გაქვს პრობლემა და ჩვენ ვართ დაავადებული ხალხი დაავადებული ბივართ აი ამ სიძულვილით და ხანახან სამართლიანი ბრაზით, მაგრამ თუ ამ სამართლიანმა ბრაზმად გადაგაქცია ტიპად, რომელიც უბედურია და სულ ცუდად არის, მაგრამ არა, იქნებ რაღაცნაირად ხო რა, აი მოდელირება მაინც მოვახდინოთ ევროპაზე გასვლის ამბის რა და ვიღაცებს მაგალითი მივცეთ რა. მივცეთ მაგალითი, რომ ჩვენ შეგვიძლია გავუკოთ ერთმანეთს. სადღაც ხო ეს უნდა მოხდეს და როდესღაც ეს ხო უნდა მოხდეს, ეს ხო ვერ გაგრძელდება სულ. ძალიან კარგი სიტყვები იყო და ჩემი სიტყვების დასტური იმის რომ შენ გჭირდება სწორი ხალხი და კომფორტული გარემო. ანუ შენ მეტი არაფერი ეხავე გეუბნები, აი კარგი სტუმარი ხარ და კარგი მასპინძელი ვერ ხარ, ხო შეიძლება გითხრათ ვიღაც. შენ გჭირდება სწორი სიტუაცია, რომ შენ თავი კარგად იყო.